დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. სასამართლო დარბაზში მოწმის სტატუსით დაიკითხა ნიკა კაციას დედა მარინა აფციაური. პროცესის მიმდინარეობისას ნიკა კაციამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილისგან შენიშვნა ისევ მიიღო, როცა კაციამ დედას უთხრა, რომ უყვარს, შემდეგ თქვა ფრაზა: "ეს არის რუსული რეჟიმი", ასე გამოიყურება, როცა უდანაშაულო შვილი ვერ ხვდება დედას. ამის შემდეგ მჭედლიშვილმა კაციას უთხრა, რომ თავი შეეკავებინა, რაზეც პროევროპული აქციების მონაწილემ უპასუხა, რომ თავ შეკავებული იყო. თავი შეკავებული მაქვს, ჰუმანურობა ელემენტარული უნდა გაგაჩნდეთ. არა ადამიანობა უკვე საკმარისად გაქვთ გამოვლენილი. ნუ მიწევთ წარბებს, არ მეშინი არც თქვენი და არც თქვენნაირი 1000 რომ იჯდეს მანდ. მიმართა კაციამ მოსამართლეს. თამარ მჭედლიშვილმა კაციას ქმედება სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა და მას შენიშვნა მისცა. მჭედლიშვილი პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე საბა ჯიქიას მოსამართლეც იყო. მან 10 ივლისს 19 წლის ახალგაზრდას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ გუშინდელ განაჩენზე კაციამ დღეს კომენტარიც გააკეთა. პირველ რიგში სოლიდარობა საბა ჯიქიას, ვერასდროს რეჟიმი ვერ დააბნელებს სიმართლეს. ასევე აუცილებლად მინდა შევეხო იმ თემას, რომელიც ჩემთვის, როგორც კოლეგისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 4 წელი გავიდა ჩემი კოლეგის, ჩემი მეგობრის, ჩემი კურსელის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა. ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო და გადაეცით აუცილებლად ყველანაირი ფორმით ონისე ცხადაძის ოჯახს, რომლის მკვლელობამაც რეჟიმის მხრიდან ძალიან დამთრგუნა და ძალიან იმოქმედა. და მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ. ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. საქმეში არ არსებობს კაციას დაკავებისა და მისი პირადი ჩხრეკის კადრები. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისულმა პოლიციელმა გიორგი როსოფიძემ თქვა, რომ ჩხრეკის გადაღება კაციას მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა. ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს.